ასეთი პრაქტიკა დავნერგე, რომ Facebook-ზე, სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვაქვეყნებ ვრცელ ან გარკვეულწილად ვრცელ პოსტს და უკვე შემდგომ თუ ეს პოსტი, თუ ეს სტატუსი გარკვეულწილად საინტერესო იქნება მკითხველისათვის, უკვე შემდგომ ამ თემაზე შედარებით ვრცელი ვიდეოს ჩაწერას ვიწყებ და ახლაც ეს შემთხვევა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელ Facebook-ზე მე გამოვაქვეყნე ასეთი ცოტა უცნაური ტექსტი, რომელსაც შეიძლება დავარქვათ სიბრძნე სიცრუისა. მე ხა მოვიტყუებ, მე ხლა ვიცრუებ და მე გეტყვით შემდეგ წინაადებას. საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებებზე იყო, თქვენ წარმოიდგინეთ და სამი ქართველი. არა, არც ერთი ლანდისთვის არავის არ მოუკრავს თვალი. არც მაღალი სურაბ აბაშიძისათვის, არც მაღალზე დაბალი ვახტანგ გომელაურისათვის და არც მაღალზე დაბალზე დაბალი ბიძინა ივანიშვილისათვის. მე აქ მოქალაქეების სიმაღლეზე მით უფრო დისკრედიტაციისათვის ცხადია არ ვამახვილებ ყურადღებას, უბრალოდ ასე აღვწერ სამ საჯარო პირს. ივანიშვილის მარჯვენა ხელს საგარეო ურთიერთობებსა და განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობებში სურაბ აბაშიძეს შვილს, პოეტი ირაკლი აბაშიძისა, ვახტანგ გომელაურს, რომელიც ერთი ხანობა და არც თუ დიდი ხნის წინ იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი თუ რიგითი წევრი, მეგონი უფრო უფროსი, და თავად ბიძინა ივანიშვილს, მილიარდერს, არასწორად ვამბობთ ხოლმე ჩვენ მილიარდელიო ხანდახან წასწდება ხოლმე, ბევრ ჩვენგანს არა მილიარდერ ივანიშვილს გულისხმობ, არც ერთი მათგანი რასაკვირველია საუდის არაბეთში არ ყოფილა, მაგრამ ყური და თვალი და ყური, თვალები და ყურები, შესაბამისად სამი გავამრავლოთ ორ თვალზე გამოდის 6 და სამი გავამრავლოთ ორ ყურზე გამოდის 6. 6 ყური და 6 თვალი ბიძინა ივანიშვილს, მოდი ახლა კონკრეტულად მასზე ვისაუბროთ, რასაკვირველია ჩატოვებული ჰქონდა საუდის არაბეთში და მე გავასწორე კამერა, მე აგიხსნით რატომაც. კერძოდ საუდის არაბეთში რუსეთის ფედერაციას წარმოადგენდა ორი პირი, ორი მთავარი პირი, თუმცა კულისებში ცხადია იყვნენ ადამიანები, მათ შორის გადაწყვეტილებების მიმღებნი, მაგრამ მათ შორის მათზე ვისაუბროთ სხვა დროს და ამ ორ პირზე გავამახვილოთ ყურადღება. ერთი არის გრიგორი კარასინი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ძალიან გამოცდილი პირი, მეგობარი, ხსენებული სურაბ აბაშიძისა. აი კარასინი აბაშიძის ფორმატი რო არსებობდა და მხარეები ერთმანეთს შუაგულ ევროპაში რო ხვდებოდნენ, მათ შორის პრაღაში და მსჯელობდნენ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირებაზე, მაშინ როცა პრემიერ-მინისტრი იყო ბიძინა ივანიშვილი და შემდგომ იყო ირაკლი ღარიბაშვილი და მერე იყო გიორგი კვირიკაშვილი და უკვე შემდგომ ვინ იყო და ბახტაძე გახარია და მერე ისე ღარიბაშვილი, ხო თუ პირიქით აღარ მახსოვს, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, აი ის აბაშიძე არის ძმაკაცი ხსენებული გრიგორი კარასინისა. საერთოდ დიპლომატიაში პერსონალურ ურთიერთობებს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. სურაბ აბაშიძე, მე მინდა გითხრათ, კულტურული კაცი, შვილი აქ გითხარით პოეტი აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძისა, გამოცდილი კაცია, გონიერი კაცია, განათლებული კაცია, კულტურული კაცია, საკმაოდ კარგი დიპლომატია. მაგრამ 2012-13 წლებში ოსამან მიიღო დავალება ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ ის გამხდარიყო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხში, ბატონი ზურაბ აბაშიძე ამის შემდეგ მთლიანად გადაერთო ამ ლიანდაგზე
და საგარეო საქმეთა სამინისტროს რიგი თანამშრომლები ჩიოდნენ ან ამბობდნენ ესე მაინც კულისებში ესე ვიტყვი რომ ზურაბ აბაშიძის გარეშე არც არაფერი წყდებოდა უკვე იმ ხანად მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში მინავლებული იყო ასე მაგალითად ნატოსთან საქართველოს ურთიერთობა მინავლებული იყო ასე მაგალითად ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა და ზურაბ აბაშიძე მუდმივად ანიჭებდა მიუხედავად იმისა რომ საგარეო თანამშრომელი არ იყო მუდმივად ანიჭებდა პრიორიტეტს სწორედ რუსეთთან ურთიერთობას როგორც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ითხოვდა რომ ყველა ნაბიჯი რომელსაც ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გადადგამს დასავლეთთან მიმართებაში უნდა იყოს შეთანხმებული და ყოფილიყო შეთანხმებული უშუალოდ მასთან. და დიპლომატიაში პირად ურთიერთობებს უზარმაზარი ან ესე ვიტყვი ერთგვარად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აბაშიძეს ამ ხნის განმავლობაში საუკეთესო ურთიერთობები ჩამოუყალიბდა ხსენებულ კარასინთან. და ეს კარასინი ძმაკაცი ზურაბ აბაშიძისა და შესაბამისად უკაცრავად სიტყვისთვის ჩერეს არ საუკაცრავი რა არის ჩერეს ძმაკაცი ბიზინა ივანიშვილისა ბუნებრივია აბაშიძეს მეგობრულ ფორმატში ჩააყენებს საქმის კურსში იმ საკითხებთან დაკავშირებით რომლებიც განხილული არის ან განიხილება მხარეებს შორის აი ამ მხარეებს შორის რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საუდის არაბეთში თუ ყველგან იქ სადაც გაიმართება ამგვარი შეხვედრები და რომლებზეც მონაწილეობას მიიღებს ხსენებული კარასინი. თავად ზურაბ აბაშიძე რომელსაც ამ ხრივ თუ ვიმსჯელებთ ჩატოვებული აქვს მისი ორი თვალი და ორი ყური ამ მაგიდასთან ამ ოთახში ბუნებრივია ინფორმაციას მიღებულს კარასინისაგან წამოიღებს და უკაცრავად ჩაუკარკლავს ბიზინა ივანიშვილს. ამიტომ ბიზინა ივანიშვილს პრაქტიკულად პირველი წყაროდან ეცოდინება რა ხდებოდა კულისებში ან რეალურად რა ხდებოდა ან არასაჯაროდ რა ხდებოდა იმ მოლაპარაკებებზე. რატომ ჩაუკაკლავს გრიგორი კარასინი? არა მხოლოდ იმიტომ რომ ის ხსენებული აბაშიძის მეგობარია, არამედ იმიტომაც რომ კარასინი რასაკვირველია ლავროვთან და რასაკვირველია ლავროვი თავის მხრივ პუტინთან შეთანხმებით ეცდება რომ სწორედ ის ნარატივი მიაწოდოს ბიზინა ივანიშვილს რომელიც რუსეთს მოსკოვს ფსბ-ს კრემლს პუტინს აწყობს. ანუ ის სიმართლე ჭყალებში რუსული სიმართლე ასევე ჭყალებში რომელიც ხელს აძლევს რუსეთს რომ ბიზინა ივანიშვილს ისედაც დახუნძლულს ამ ფობიებით და ისედაც დაშინებულს რუსეთისაგან ბიზინა ივანიშვილს რომელსაც ისედაც ემუშავება ფსბ-ს ხაზით ბიზინა ივანიშვილს რომელსაც ასევე ემუშავება გრუს ხაზით და სხვადასხვა მრჩეველუკები პირები ემუშავებიან და ისედაც აჯერებენ რუსეთი და უმარცხებელია კიდევ ერთი დამატებითი ინფორმაცია გქონდეს პირველი პირისაგან კარასინისაგან ბიზინა ივანიშვილი ნებისმიერ სუფრასთან ან შეხვედრაზე მოხვება რომ მე ვიცი რაც ხდებოდა იქ და მართალიც იქნება მას ეცოდინება ოღონდ რუსული ვერსია ის ხომ ვოლცისაგან თუ რუბიოსაგან თუ სხვებისაგან ვერ მიიღებს ინფორმაციას იმის თაობაზე რა ხდებოდა რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებზე საუდის არაბეთში. ახლა მეორე პირიც არის რომელიც ასევე უნდა დავასახელო ამ პირს ქვია ბესედა საუბარი ხო არა საუბარი არა ბესედა არის ამგვარი კაცი. საინტერესო კაცია ის ცნობილი გამოცდილი ფსბ-შნიკია. ერთი ხანობა მას დაძაბული ჰქონდა ურთიერთობა პუტინთან, ერთი ხანობა გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ის შინაში და პატიმრობაში იყო აყვანილი, ერთი ხანობა გავრცელებული იყო ინფორმაცია იმის თაობაზე რომ მას გადაეძაბა რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ელიტასთან ურთიერთობები, მაგრამ როგორც ჩანს ის ამ პოლიტიკურ ელიტაში რუსეთისა დაბრუნდა და არათუ დაბრუნდა აქ იგითხარით კიდეც რომ ის ამ საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებებსაც ესწრება. რატომ არის საინტერესო ხსენებული ბესედა განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის კონტექსტში თუ ჭრილში.
რატომ და იმიტომ რომ 2016 თუ 2017 წელს შესაძლოა ვწდები ერთი წელი 17-18 წელს შესაძლოა შემიძლია გადავამოწმოს და ჩემს კომპიუტერი კალაძია აქ ამასაც გაჩვენებთ მე ამ პირს სტოპ კადრია მისი მინსკში გაიმართა ბელორუსის სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშნული ღონისძიებები. არ მახსოვს, დამოუკიდებლობის წლისთავი შესაძლოა. ან რაღაც მსგავსი, ისი დამოუკიდებელი სახელმწიფო ბელარუსია, მაგრამ მაინც. შესაძლოა სხვა ღონისძიება, იმიტომ რომ დამოუკიდებლობა რო ყოფილიყო, მაინც და მაინც გომელაურს არ დაპატიჟებდნენ. იქ ბატონი გომელაური კულისებში მინიმუმ და რეალურად კი განმარტოებულად ოთახში ლაპარაკებებზე შეხვდა ხსენებულ ბესედას. უკვე ეს ინფორმაცია მას გასცავა სიტყვისთვის გაუბაზრა გოგაშვილმა, რომელიც ამტკიცებდა და ამტკიცებს, რომ FSB აქტიურად არის შემოსული საქართველოს მათ შორის სამართალდამცავ დამოუკიდებელი საქართველოს მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში. უკვე შემდგომ ეს ისეთი ქართული ოცნების ნორმალურობის, ერთგვარი ამასთან შედარებით ნორმალურობის წლებია, როცა რაღაცაზე მაინც 100 კითხვით და ერთ თუნდაც პასუხობენ. გომელაურმა უარყო ეს ინფორმაცია. გომელაურმა თქვა, რომ კი ჩვენ ვიყავით მინსკში საერთოდ მე 6ჯერ თუ 5ჯერ ვარ ნამყოფი ბელარუსის დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ის კი თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში იქო იყვნენო FSB-ს წარმომადგენლებიო, ბესედა არ დაუკონკრეტებია, მაგრამ მეო მათო არ შევხვედრილოა, რომ ეხლა ეს არის გომელაურის ვერსია. აქეთ აგვაქვს რაღაც გოგაშვილის ვერსია. ღმერთმა უწყის ასე მოხდა თუ არა, მაგრამ მე მინდა გკითხოთ, გამოცდილ პირებს, ვინც უსაფრთხოების სამსახურებში მუშაობთ, ან მუშაობდით, როგორ გონიათ? რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები იმ შანსს გაუშვებდნენ ხელიდან, რომ პარტნიორო ადრო უნდათ რომ აქციონი იმ ქვეყნის იმხანად უშიშროების მინისტრი სუსის ხელმძღვანელი გომელაური არ მოიხელთონ და მას არ დაელაპარაკონ და შესაბამისი გზავნილები არ გადასცენ. როგორ გეკადრებათ? ამის შემდეგ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციითაც ბატონ ბესედასა და ბატონ გომელაურს შორის, რომელიც უკვე შემდგომში ნაგან საქმეთა მინისტრი გახდა, საუკეთესო ურთიერთობები, ცხადია ონლაინ ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ, განსაკუთრებით 2022 წლიდან მოხდა ინფილტრაცია რუსეთის სპეცსამსახურებისა პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტში. როდესაც კალაძეზე გადავალ და არა მხოლოდ კალაძეზე, მე ვახსენებ რუსეთის სპეცსამსახურების ინფილტრაციის საკითხს კიდევ ერთხელ. მე ღიად ვიტყვი, ჩემი აზრით, ვინ ემუშავება FSB-ს, დამოუკიდებლად იმისა, FSB-ს და რუსეთს, დამოუკიდებლად იმისა, ამის მტკიცებულება გვაქვს, თუ გვექნება თუ არა ჩვენ, გვაქვს თუ არა ჩვენ და გვექნება თუ არა მომავალში, მაგრამ ეს ოდნავ მოგვიანებით 4-5-6 წუთში. მანამდე კი ვთქვათ, როგორ გგონიათ კიდევ ერთხელ მინდა ვიკითხო. ბესედა ან საერთოდ რუსეთის სპეცსამსახურები ხელიდან გაუშვებდნენ თუ არა იმ შანსს, რომ თვით სუსის უფროსია ჩასული სხვა ქვეყნის, არა რუსეთის, არა საქართველოს, არამედ ბელარუსის ტერიტორიაზე, ბელარუსში, მინსკში და არ შეხვდებოდნენ, არ გამოიყენებდნენ ამ შანსს. ყველა ვიმეორებ, ამის დამტკიცება ძალიან ძნელია, ფოტოკადრი ყოველ შემთხვევაში ან ვიდეო კადრი დღეის მდგომარეობით არ არსებობს, თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩაკარტოჩკებული გომელაური და ბესედა განმარტოებულები კონიაკით ან არხის ჭიქით ხელში გასაკვირველი არიან და 10, 15, 20, 25 წუთიც კი საკმარისია, ნახევარი საათი ან 1 საათი, რომ ძირითადი გზავნილები გაცვალონ ხოლმე მხარეებმა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ ერთ შემთხვევაში კარასინი არის ინფორმაციის მიწოდებელი ზურაბ აბაშიძისათვის, მეორე შემთხვევაში აბსოლუტურად შეგნებულად ამასთან ინფორმაციის მიწოდებელი გომელაურისთვის არის ხსენებული ბესედა. აქედან და ორივე მათგანი აქედან გამომდინარე, გასაკვირველია ამბის მიმტანია
უშუალოდ ბიზინა ივანიშვილისთვის, რომელსაც ისედაც აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა, მიდგომები, თვალთა ხედვა, ფსოფხედვა რუსეთთან მიმართებაში, რომ ის ივანიშვილი და მისი საქართველოს რუსეთის მონამორჩილი უნდა იყოს, მაგრამ რატომაც არა, კიდევ უფრო მეტად უნდა განმტკიცდეს რუსეთის აზრით, რუსეთის სპეცსამსახურების აზრით ბიზინა საკუთარ რწმენაში. ახლა გადავიდეთ საკითხზე, რას ნიშნავს სიბიზნესის რუისა, დიახ, მე ვიცრუე, მე მოგატყუეთ. მე გითხარით, რომ ბიზინა ივანიშვილი ესწრებოდა, ვახტანგ გომელაური ესწრებოდა, ზურაბ აბაშიძე ესწრებოდა საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრას, მეთქი ასე არ არის. ტყუილია ეს მეგობრებო, მაგრამ სიბრძნე ამ ტყუილისა, ამ სიცრუისა არის სწორედ ის, რომ დამოუკიდებლად იმისა ესწრებოდა თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ არ ესწრებოდა, მან ყველაფერი იცის იქ გამართული შეხვედრების რუსული ინტერპრეტაციის, რუსეთული ვერსიის, თაობაზე რუსეთული ვერსია ივანიშვილამდე მისულია და ის განმტკიცებულია საკუთარ რწმენაში, რომ რუსეთი უძლებელია და ამერიკელები უკლებლივ ყველაფერს უთმობენ. ეხლა წარმოიდგინეთ მე რა ხდება. ამის შემდეგ ბიზინა კობახიძის, ბიზინა სხვათა ხაზით, მათ შორის იმ პიარშიკების ხაზით, რომლებიც ემუშავებიან, მათ შორის მის პროპაგანდისტურ მედიას აქაც რა არის აუცილებელი. ბოლოში არა პროპაგანდისტულ, არამედ პროპაგანდისტურ მედიას ავრცელებენ აი ამ რუსულ დეზინფორმაციას, თითქოს ამ მედიას, ან მათ ექსპერტებს, ან მათ ექსპერტებად წოდებულებს, თითქოს აკლდეთ წყაროები, რუსული წყაროები, ღია თუ ფარული წყაროები, რომლებიც მათ გაავრცელებინებდა, ან ავრცელებინებს, თლაც ზუსტი რომ იყო, სწორედ რუსულ ვერსიას. თითქოს ისინი ნაკლებად უყურებდნენ, ან არ უყურებდნენ, ასე მაგალითად რუსულ ტელეგრამ არხებს მარგარიტა სიმონიანის არხს რომ ჩახედო, რომელიც აუცილებლად აქვს გამოწერილი ექსპერტად წოდებულ ბევრს, რომელიც ემუშავება ქართულ ოცნებას, შენ შეიძლება გაგიშდე და მართლა დაიჯერო, რომ უკრაინა ამ ომში მარცხდება, ან უკრაინა განწირულია, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასეთი რამდენი მარგარიტა სიმონიანი, სკაბეევა თუ სხვა არის პირდაპირ თვირიპი ინფორმაციის ანალიზის მიმწოდებელი ქართული ოცნებისათვის, პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის და იმ ეგრეთ წოდებული საექსპერტო ჯგუფებისათვის და ჟურნალისტებისათვის, რომლებიც ქართულ ოცნებასთან არიან. ხო და ბიზინას აწვდის და დაწვდის, მე ვიცი, მე ყველაფერი ვიცი, რა ხდებოდა მისი სპეციფიკური ხმით, რა ხდებოდა საუდის არაბეთში, მე ყველაფერი ვიცი და იცის კიდეც ზურაბ აბაშიძეს კარასინმა, ხოლო ვახტანგ გომელაურს იმ ბესედამ მიაწოდა ცხადია ინფორმაცია პუტინთან, ორივე ცხადია პუტინთან გადაათანხმა. ახლა კი ვიცი გამოჩნდება, მე მგონი გამოვაჩერა. აი კახა კალაძე და გავასწოროთ ისევ კამერა. კახა კალაძე საუბრობს ინოშუბლაძისთან ინტერვიუში, საუბრობს ასე საფეხბურთო მატჩზე, იმაზე რაზეც მქონდა მე ვიდეო ბლოგი, იმაზე რაც მოხდა უკვე ამ მატჩის შემდეგ ქართველი კომაგად წოდებულების აგრესიაზე, ქართველებად წოდებული შპანის აგრესიაზე, რომელიც ასაკვირველია ერთგვარად, უბრალოდ დუმილით ანთებული, მწვანე ანთებული იყო კალაძეთა, კოლექტიური კალაძეების მიერ, მაგრამ ამაზე არ საუბრობ. ახლა და დავსვამ კონცეპტუალურ კითხვას, 19 წუთი იზურება. როგორ გგონიათ კახა კალაძეს, ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, შალვა პაპუაშვილს, სხვებს, როგორ გგონიათ, შეიძლება თუ არა უწოდოთ კგბ-ს, ფსბ-ს აგენტები. ბიზინა ივანიშვილს შეიძლება თუ არა უწოდოთ, ჩვენ ხომ არასოდეს დოკუმენტური დასაბუთება იმისა, რომ ბიზინა ივანიშვილი არასოდეს ხმამაღლა ნათქვამია, მაღალი ალბათობით არასოდეს, ან მაღალი ალბათობით კიდევ რამდენიმე ათეული წელიწადი, ვიდრე არ გაიხსნება რაღაც არქივები, თუ მაინც და მაინც არქივებში ეს მოხვედრილი, ვერასოდეს მოკლედ, ან დიდხანს ვერ დავადასტურებთ, ვერ დავამტკიცებთ, რომ კალაძე, მდინარაძე, პაპუაშვილი, კობახიძე, სხვები და განსაკუთრებით ბიზინა ივანიშვილი ფსბ-სთან შეკრული. ეს ცილისწამებაო, ვინმე იტყვის და ფორმალისტური თვალსაზრისით რასაკვირველია,
მართალიც იქნება. დიახ, მე ჭყალებში ცივს ვწამებ, გავარებოთ კალაზის თავი ახლა, მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს ყველას, უკლებლივ ყველას, რომ ისინი არიან FSB-ს აგენტები. როგორ დაამტკიცებ ბონდო იამძინა რაშვილს, როგორ უნდა დაუმტკიცო ეს გია მურღულიას, ვასილ მაღლაფერიძეს. ვერ დაუმტკიცებ, ხო? ვერ დაუმტკიცებ თითქოს. მაგრამ საქმეს ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერ ამტკიცებ ფორმალისტური თვალსაზრისით ამას, შენ მაინც უნდა თქვა, მე მაინც უნდა ვთქვა ეს და გეტყვით რატომაც. იმიტომ რომ უკლებლივ ყველაფერი რაც ვერ მტკიცდება თითქოს ან ამ ეტაპზე ფორმალისტურად, ანუ დოკუმენტურად, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ბუნებაში ეს როგორც ასეთი არ არსებობს. და აქედან გამომდინარე ბიძიდა ვასიკო, ირაკლი, კახა, თეატრო ლუკიანო, მამუკამდინარაძე თუ ასე შემდეგ. თქვენ ხართ FSB-ს აგენტები, ეს არის პირველ ყოვლისა შეფასება, რომელიც სიტყვის თავისუფლების ნაწილია. დიახ, ჩემი აზრით, თუ გნებავთ დავურთავ ამ ორ სიტყვას და თუ გნებავთ არ დავურთავ, ჩემი აზრით მამუკამდინარაძე თუ ირაკლი კობახიძე არის FSB-ს აგენტი და რომც არ დავურთო ეს ორი სიტყვა, ანუ სიტყვები ჩემი აზრით და ასე პირდაპირ თქვა, რომ მამუკამდინარაძე არის FSB-ს აგენტი, ეს არის შეფასება ჩემი ერთი მოქალაქის მიერ გაკეთებული. ეს ერთი. არა დეზინფორმაცია, არამედ შეფასება. დეზინფორმაცია არის თუ არა? არა, იმიტომ რომ თუ დეზინფორმაცია რომ იყოს, ამ შემთხვევაში მე უნდა გქონდეს წვდომა რუსეთის FSB-ს არქივებთან, უნდა ჩავძვრე, არც თუ შორეულ წარსულს გულისხმობ, არც თუ შორეულ ტვერდადებულ არქივს გულისხმობ, ამოვქეკო დოკუმენტები თუ ისინი არსებობს და დავდო. არა მაქვს რა წვდომა, აქედან გამომდინარე ვარაუდია საფუძვლიანი, მაგრამ თავარი ესეც არ არის. თავარი არის ის, რომ რასაც ესენი ჩადიან, აკეთებენ, ანუ უკლებლივ ყველაფერი შედის სწორედ FSB-ს, მოსკოვის, კრემლის, პუტინის და სხვათა ინტერესებში. შესაბამისად შეფასებაა, ვინმე იტყვის და მეც კი ვამბობ, რომ ეს არის შეფასება, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის ფაქტი, რომ რასაც ესენი აკეთებენ, დინარაძეები, კობახიძეები, მოკლედ გამობიძინებულები, რასაც აკეთებენ ნებისმიერ დონეზე, ეს არის რუსული სპეცსამსახურების დერეფნებში მოფიქრებული სპეცოპერაციები საქართველოს წინააღმდეგ, შესაბამისად იმპლემენტატორები ბიზნეს თუ სხვები არიან და გამოდიან, თუ გნებავთ ესე ვიტყვი, FSB-ს აგენტები და ჭირმა თავი კი მალა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ დამალა. კი, ჩვენ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ და ვიხემძღვანელოთ ამგვარი პრინციპით, ზოგჯერ თქმას ჯობს, არა თქმასაც, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. აი, თქვათ შეიძლება ვიხემძღვანელოთ და ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში თქმით ხო შავდებაო, ვინმე იტყვის. მე კი გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში სწორედაც რომ ამ შემთხვევაში ზოგჯერ თქმა, არა, ამ შემთხვევაში თქმას ჯობს, არა თქმასა. და ამგვარი ციტატის, ამ კონცეფციის ციტატის გახსენება შემიძლია უაგურაბიშვილის კალაძეზე, არა, სხვაზე, მაგრამ იმასაც კახი ერქვა, ხო? კახაბერი ერქვა, ხო? ვიც არ ახკავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად. ხო, ეს მარემ რო ვთქვათ. ხო, ეხლა ეს არის თავარი ის თქმაც მინდოდა. და კიდევ ერთი. გუშინ ასე დავასრულე თუ გუშინ წინ როდის იყო. ჩემი ვიდეო, რომ ბიზინა ივანიშვილი ყვავის, ჩხიკვის, ყვავის, კატის რაღაც ნაყენებს აკეთებს და თუ მაინც და მაინც მალამოსას აკეთებს, მე წაისვამს ხოლმე ხელზე და ვიღაცას კი გონია, რომ ბიზინა ივანიშვილს ლიამას რო წაისვამს საკურნებლად ხორცისა და სულისა. მე ისიც ვთქვი, რომ ბიზინა ივანიშვილსაც აქვს სული, როგორ არამერკი და მე რაღაც სიტყვა მოვაყოლე ამას. უკეთესი სიტყვა უნდა მიმეყოლებინა მას, მე ასე ვფიქრობ. დიახ, ბიზინა ივანიშვილს აქვს სული. ჩვენ ყველას გვაქვს სული. მაგრამ ის ახლა ასე ვიტყვი. ბიზინა ივანიშვილს აქვს სული, მაგრამ ის არის სულ გაყიდული. აი ხა ეს სიტყვა სულ გაყიდული, გნებავთ გაყავით და
ორ სიტყვად წარმოიდგინეთ, ანუ გაყიდულია ის ყოველთვის, სულ გნებავთ შეაერთეთ და სულ გაყიდულ, ანუ spirit გაყიდულ ადამიანად მიიჩნიეთ, რომ მე მას სწორედ ასე მძიმედ ვაფასებ. ხვალად შევხვდებით.